სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი არის ის სიმდიდრე, რომელიც ეკონომიკური კრიზისების, საგარეო ან საშინაო შოკების შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკას იცავს და მისთვის ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს. სავალუტო რეზერვების მოცულობა ამასთანავე ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია. თუ მისი მოცულობა ადეკვატურია, ეს ინვესტორების და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ნათელი სიგნალია, რომ ქვეყანაში საქმიანობა შედარებით დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის საკრედიტო რეიტინგთან და ინვესტორთა ნდობასთან. მეტიც ის მოლოდინების ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენას, თუ საფინანსო სექტორი ხედავს, რომ რეზერვების მოცულობა მცირეა, ან სახელმწიფო მის ადეკვატურად გამოყენებას ვერ ახერხებს, მაშინ იმის ალბათობა, რომ თუნდაც მცირე კრიზისი გამწვავდეს და ეკონომიკურ რეცესიაში გადაიზარდოს, მაღალია. რა დონეზეა საქართველოს საერთაშორისო რეზერვები დღეს და რამდენად გასაგებია ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით აწარმოებს. ამ თემის ანალიზით დავიწყებ საუბარს ჩემს სტუმრებთან. ვასილ რევიშვილი და გიორგი კეპულაძე არიან ჩემთან ერთად. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვასილ, იმის შეფასებით მინდა დავიწყოთ, თუ რამდენად რეალისტური არის ნათია თურნავას მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მარტიდან უკვე შესაძლებელი იქნება რეზერვების შესყიდვა, რამდენად განჭურეტადია, ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი დღეს და რასთან არის დაკავშირებული? ხო, განჭურეტადია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მით უმეტეს არ არის, მე უფრო წლის ჭრილში შემიძლია ასე თუ ის რაღაც მცირე ანალიზი გავაკეთო. თვითონ მთავრობის მიერ დადებულ საბაზისო სცენარს რო შევხედოთ, დაგეგმილია 2005 წელს რეზერვების ზრდა 400 მილიონი დოლარით, ხო, რაც გამომდინარეობს შემდეგი პროგნოზებიდან, მთავრობის პროგნოზებიდან, რომ ექსპორტი გაიზრდება მილიარდით, იმ დროს, როდესაც იმპორტი ასე თუ ისე სტაბილურად შენარჩუნდება, ტურიზმი გაიზრდება მილიარდით, ინვესტიციები გაიზრდება 700 მილიონით და გზავნილები მე მგონი დაახლოებით იგივე იყო დარჩენილი, ხო? ყველა განმაპირობებელი ფაქტორი ვთქვათ რეზერვების სრულებადობით ჩამოთვალა. რამდენად რეალისტურია ეს პროგნოზები, რა თქმა უნდა, ძნელი განსასაზღვრია, თუმცა მე ძლიერ ოპტიმისტურად მეჩვენება. შესაბამისად ვთქვათ, ამ წელს მნიშვნელოვანი ზრდა რეზერვების სავარაუდოდ რთული იქნება. თუ რაღაც განსაკუთრებული დადებითი მოვლენა არ მოხდა. რაც შეეხება მარტში დაწყებას, თუ დაწყება შევსების, ყველაზე კარგი დრო ალბათ ახლაა, როდესაც დოლარი, ასე ვთქვათ, საკმაოდ გაუფასურებულია სხვა ვალუტებთან მიმართებაში. კი, ანუ აი ამ შემთხვევაში ვთქვათ, რა გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს უკვე საკრედიტო რეიტინგებზეც, ხომ ჩვენ სულ ვამბობდით, სანამ ეს კრიზისები დაიწყებოდა, რომ აი ცოტაღა დაგვრჩა და უკვე საინვესტიციო, ესე ვთქვათ, რეიტინგთან ვართ ახლოს და ახლა ბოლო პერიოდში უკვე ვაკვირდებით, რომ პერსპექტივა ვთქვათ ცვალებადია და სწრაფად არ ბრუნდება, ესე ვთქვათ, შედარებით უფრო მიმზიდველ ნიშნულებზე, ხომ? ამიტომ აი ამ შემცირებას, რიცხვებში ამ შემცირებას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სამომავლოდ? რეზერვების მცირედ შემცირება შეიძლება ვთქვათ პირდაპირ პროპორციულად არის ახლა, რა თქმა უნდა, ფაქტორი არის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორები არსებობს, რომელიც განაპირობებს ზოგადად საკრედიტო შემცირებაა, ბოდიში ჩაგეკითხებით, ეხლა რასაც ვაკეთებ. დღევანდელი დღიდან, პირობითად ვამბობ, დღევანდელი დღიდან უკვე საკმაოდ დიდი შემცირებაა, ხო? ანუ ის მოსახდენი მოხდა ამ შემცირების ფონზე, outlook-ი, ეგრეთ წოდებული outlook-ი ნეგატიურისკენ გადავიდა, ხო? შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ რეზერვები გავლენას მოახდენს საკრედიტო რეიტინგზე, თუ ვთქვათ, სხვა ფაქტორები არ იმოქმედებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, რისკები არ არსებობს, რისკები რა თქმა უნდა არის, რეზერვი როგორც აღინიშნა არის ბუფერი, რომელიც იმ მოსალოდნელ შოკებს, რომელიც მათ შორის პოლიტიკური თუ სოციალური თუ ეკონომიკური, ასე თუ ისე აბალანსებს. ხო, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ რეიტინგზე გავლენას არ იქონიებს, თქვენ გულისხმობთ, რომ თქვათ, თუნდაც ერთი ნოჩით ქვევით არ ჩამოვალთ. მარტო რეზერვების გამო არა. მარტო რეზერვების გამო არის. ხო, ამ რეიტინგში. თუმცა, აი, როდესაც ბოლოს გქონდა საუბარი არვინდ რამაკრიშნანთან, Fitch Ratings-თან, მან თქვა, რომ სავარაუდოდ ისიც
შეუძლებელი იქნება, რომ მოკლე პერიოდში პერსპექტივა გაუმჯობესდეს ისე, როგორც ის იყო გაუმჯობესებული პოზიტიურისკენ. ეს თავისთავად. ანუ, კვლავ რეზერვების მცირედი მატებაც კი არ იმოქმედებს დადებითად. მე ვამბობ, რეზერვები არის ფაქტორი, მაგრამ არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. თუმცა, თქვა თუ გაგრძელდა ხარჯვა და ესე იგი გაცილებით შემცირდა რეზერვები, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი ამოქმედდება. მესმის. ზოგადად გიორგი გასაგები არის ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სები აწარმოებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებთან მიმართებით. ანუ ლოგიკურია, ესე ვთქვათ, ის ნაბიჯები და ხარჯვის, ესე ვთქვათ, ის დინამიკა, რასაც სები აჩვენებდა ამ პერიოდის განმავლობაში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ მას შემდეგ რაც სების დამოუკიდებლობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და ის დააყენა პირველ რიგში სავალუტო ფონდმა, სწორედ ჯერ კიდევ გვახსოვს 2023 წლის გაზაფხულზე იმ ცვლილებებით, რაც სპეციალურად გაკეთა იმისთვის, რომ ნათია თურნავა გამხდარიყო მაშინ მოვალეობის შემსრულებელი ეროვნული პრეზიდენტის, მას შემდეგ დაისვა კითხვები დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს კითხვები აქვს არა მხოლოდ თქვა ქართულ საზოგადოებას და ექსპერტულ წრეებს, ხო? არამედ საერთაშორისო სააგენტოებსაც. შესაბამისად, მათი დარწმუნება, რომ ის ნაბიჯები, რასაც დღეს ეროვნული ბანკი არ არის განპირობებული რაღაც პოლიტიკური კონტექსტით და მართული რაღაც დამოუკიდებელი ნაბიჯებია, მათი დარწმუნება ძალიან გაჭირდება ისევე როგორც ქართული საზოგადოების, ხო? შესაბამისად, ეროვნული ბანკისთვის, ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის არის ძალიან დიდი მინუსი, ასე ვთქვათ, როდესაც ის არ არის სრულად დამოუკიდებელი და მის დამოუკიდებლობაში შეაქვთ ეჭვი, ხო? ჩვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც, როდესაც ხო ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელს გითხრეს, რომ თქვენი წასვლა მოისურვეთ ახალ და არ არსად არ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, მიუხედავად ტრამპის უზარმაზარი გავლენის, ხო და ამერიკაში პრეზიდენტს გაცილებით დიდი გავლენა აქვს, ვიდრე თქვა პრემიერ-მინისტრს საქართველოში. მაგრამ მაინც ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი. შესაბამისად, ის ნაბიჯები, რაც იდგმება, ხშირ შემთხვევაში მათ შორის წინა საარჩევნოდ დახარჯული 700 მილიონი დოლარი, მათ შორის ის რომ დეპოზიტების დიდი ნაწილი გადავიდა მათ უცხოურ ვალუტაში, პოლიტიკური სიტუაციის გამო და ამაზე თვალის დახუჭვა უწევს და ყოველ შემთხვევაში განცხადებებში არ ისმის ეს როგორც პრობლემა, იმიტომ ჩვენ გვახსოვს ხო წინა მენეჯმენტის პირობებში დედოლარიზაცია და ლარიზაცია იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რისკაც მიდიოდა ეროვნული ბანკი, რადგან დოლარიზაცია ითვლება ჩვენი ეკონომიკის პრობლემად. ამას შეიძლება ვიკამათოთ, არის თუ არა მთავარი პრობლემა, მაგრამ პოლიტიკა ასეთი იყო. იგივე პოლიტიკას აგრძელებენ სიტყვით თითქოს, თუმცა ქმედებებში სხვა რამე ჩანს და მით უმეტეს საერთაშორისო რეიტინგებთან დაკავშირებით და მე მინდა მაყურებლისთვის ავხსნათ, ხო რა, შეიძლება ზოგს აქ განცდა, რომ ეხლა მერაში მეხება ეროვნული ბანკის რეზერვები ან საერთაშორისო რეიტინგი როგორი იქნება ქვეყანას. ან თქვათ დონე რას ნიშნავს და ამ დონეზე ნაკლები თქვათ რა არის. სტანდარტს რატომ არის სტანდარტი არის, რომ 3 თვის იმპორტი უნდა გედოს რეზერვში, შავი დღისთვის გადადებული ფულია. ეს რომელიც ჩათვალეს, რომ დღეს აღარ გვაქვს იმდენი, რამდენიც საჭიროა და ამაზე უკვე მარტო ჩვენ კი ვერ ხვდებით. ამას უკვე საერთაშორისო თქვა უცხოელი მეგობრებიც გვეუბნებიან, რომ არ გაქვთ ის დონე რეზერვების, რაც საკმარისია და მით უმეტეს საქართველოს სულ ცდილობდა რეიტინგების გაუმჯობესებას. ახლა გვაქვს საუბარი იმაზე, აი გაუარესდება თუ იგივე თუ დარჩება, რომ კმაყოფილები ვართ. ეს არ არის კარგი სიტუაცია. რას ნიშნავს ეს ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის? ეს ნიშნავს უცხოურ ვალუტაში გაძვირებულ სესხს, ხო? თუ ქვეყანას არ აქვს კარგი საკრედიტო რეიტინგი, რა თქმა უნდა, მას უფრო ძვირად მიასესხებენ იმპულს, რასაც აქამდე შედარებით იაფად აკეთებდნენ. ჩვენ სახეზე გვაქვს ასევე ლარში, თქვა შედარებით რისკების ზრდასთან ერთად ლარში საპროცენტო განაკვეთები შეიძლება გაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნა არსებულ დონეზე დღეს ეროვნულმა ბანკმა 8%-ზე დატოვა რეფინანსირების განაკვეთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შორის იპოთეკურ დაკრედიტებაშიც უკვე ჩანს ჩვენ მომხმარებლები მოგმართავენ და უკვე შარშან თუ თქვა ამ პერიოდში 11.9%-ში შესაძლებელი იყო იპოთეკური სესხის აღება, ლარში უკვე ეს გახდა სადღაც 13% კარგ შემთხვევაში. მადლობა, გიორგი, პოლიტიკური მიზანშეწონილობა ახსენა. გიორგიმ და ახლა რაც გამახსენდა, ეს არის ბიმაჩის პლატფორმა და ბიმაჩის პლატფორმით, ესე ვთქვათ, ყიდვა-გაყიდვა დოლარის, ხო? და ესე ვთქვათ, ჩვენ ვიგებთ ხოლმე ამას სადღაც თვის ბოლოს, ხო, ცოტა დაგვიანებით. თუმცა მიუხედავად ამისა, როდესაც ეროვნული ბანკი თulis საჭიროდ, ის წინასწარ გვეუბნება, მაგალითად როგორც ახლა მოხდა, ხო, რომ სების პრეზიდენტმა გვითხრა, რომ თქვათ არც გაგვიყიდია და არც გვიყიდია ამ პერიოდის განმავლობაში. მაშინ რატომ ვიგებთ ამას, თქვათ, დაგვიანებით, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ მეტნაკლებად რეალურ დროში, თქვათ, როგორც აუქციონი აკეთებს ამას,
ესე იცი. ნახეთ თვითონაც ფაქტია რომ შემდეგ აღნიშნა რომ არ უნდა ვთქვა ეს მაგრამ ამბობ ანუ კლავ განცხადება როგორც გიორგიმ სწორად აღნიშნა სების პრეზიდენტმა ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს ხო გადაცემამდე ვისაუბრეთ რომ ყოველი სიტყვა სების პრეზიდენტის უნდა იწოდოს იმიტომ ეს უნდა იყოს იმდენად გათვლილი ვინაიდან შეიძლება კურსზე მოახდინოს სრულიობა იმ წამსვე მისმანების მიერ სიტყვა თუ დაეჯერება რა თქმა უნდა შესაბამისად ასეთი განცხადებები ალბათ უბრალოდ არ არის